სახალხო დღესასწაული აფხაზეთობამ მეათედ აღინიშნა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 23 მაისი აფხაზეთის დღედ 2014 წელს დადგინდა. მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ქრისტეს 12 მოციქულიდან ერთ-ერთმა ქრისტიანობა აფხაზეთში იქადაგა და მოწამეობრივადაც აფხაზეთის ტერიტორიაზე აღესრულა. მეათე წელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთობას ყოველწლიურად სხვადასხვა თემატური ღონისძიებებით მთელი საქართველოს მასშტაბით აღნიშნავს. აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები დღეს წალკელი ეპისკოპოსის გრიგოლის მიერ აღვლენილ სამშვიდობო პარაკლის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაესწრნენ. უპირველეს ყოვლისა სრულიად საქართველოს ულოცავთ სიმონ კანანელის ხსენების დღეს. რამოდენიმე წლის წინ მისმა უწმინდესობამ ასევე ამ დღეს შემატა კიდევ ერთი აღნიშვნის დღე, რომელიც აფხაზეთობის დღით არის განპირობებული. დღევანდელ დღეს მისმა მაღალყოვლადო სამბობოესობამ, წალკელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა სამშვიდობო და სასეიმო მსახურება აღასრულა. დღევანდელ დღეს დაალოცა სრულიად საქართველო, აფხაზეთის მოსახლეობა, ამავდროულად დევნილი მოსახლეობაც. მინდა მიულოცო ყველას დღევანდელი დღე და ვუსურვო მომდევნო წელს გქონდეს საშუალება იმისა, რომ მსგავსი დღესასწაულები ასევე აფხაზეთის ტერიტორიაზე იქნეს იმ წმინდა სალოცავებში აღსრულებული. დღევანდელი დღე ატარებს უდიდეს მნიშვნელობას ჩვენი საზოგადოებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოების, ჩვენ მთელი საქართველოსთვის. უზიარებთ ერთმანეთს სიყვარულს, უზიარებთ იმ ემოციას, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენ საზოგადოებასთან და ჩვენ აფხაზეთთან. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადო პატრიარქს ამ დღის დაწესებისთვის და მინდა ასევე უსურვო ყველაფერი საუკეთესო ჩვენ საზოგადოებას, განსაკუთრებულად საზოგადოებას, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ბევრად უფრო მეტი იმედი არის, რომ ჩვენ აფხაზეთში დავბრუნდებით და თანაც ძალიან რეალური და რა თქმა უნდა, ბევრად მეტი რწმენა, როგორც უფლისადმი, ისე იმ დიდი იდეისადმი, რომელსაც საქართველოს გაერთიანება ქვია. სწორედ აი ამ იმედით და რწმენით აღნიშნავთ ჩვენ დღევანდელ დღეს. კი, გარკვეული პრობლემები არსებობს, ეს გასაგებია, მაგრამ პრობლემები ყოველთვის მთავრდება და მთავრდება ბოროტება ყოველთვის მარცხდება და იმარჯვებს სიკეთე. აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალთან დილიდანვე იყვნენ შეკრებილი აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები. მეომრებმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ყველა იმედით მეომრების და ყველა ჩვენი მოსახლეობა, რომ ალბათ როდისმე შესვლა იქნება აფხაზეთში და ჩვენ მოვდივართ გმირთა მოედანზე, ბიჭებს ვიხსენიებთ, ჩვენს მეთაურებს ვიხსენიებთ და ვატარებთ სიმბოლოსას და მადლობა მინდა მოუხადო დღეს მომზადებულ მეომრებს და ყველას ვის დღეს მომზადდა აქ. ცხოვრობთ იმედით, რომ ხვალზე აფხაზეთში დავბრუნდებით, ღირსეულად და დაუბრუნდებით ჩვენს კუთხეს, ულამაზეს კუთხეს, ჩვენს ხალხთან ერთად. პირველ რიგში ვიკრიბებით გმირთა მოედანზე, სადაც ჩვენი ვაჟკაცი ბიჭების სახელი და გვარი ოქროსასვებით ამოწერილი. აფხაზეთობა თბილისში დევნილობაში მყოფი საზოგადოებისთვის ერთიანობის, წმენისა და იმედის დღეა. ეს დღე სავსეა მოგონებებით, ნოსტალგიითა და საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილით.